მოგესალმებით ჩემი არხიდან, მე ნათია შაი და თქვენს როცა გამოიწერთ ამ არხს და რაღაც უცდით გამოიწერეთ, ეს არხი გახდება თქვენიც და ისევ თქვენი თხოვნით გავაკეთე ზელენსკის ბედის მატრიცა მისი წლის პროგნოზით. ეხლა მე მინდა თან გაჩვენოთ მისი ენერგიები, ასე ვთქვათ, ტაროში გამოსახული ნახატებად, რომ უფრო კარგი აქმადი გახდეს, როგორი პიროვნება არის, როგორ ენერგიებში არის ის დაბადებული და საერთოდ რა ხდება მის თავს. იგი დაბადებული არის, ნახე ვიკიპედიაში, წერია 25 იანვარიო 1978 წელია. 25 იანვარი ეს არის ენერგია 7. 25 ენერგია ეს არის ენერგია 7. აი ჩემო ძვირფასებო, აი აქ არის დაბადების თარიღი 7. აი რა არის მისი ენერგია. შეხედეთ? ეს არის მეომარი, ეს არის ლიდერი, ეს არის ადამიანი, რომელიც არის მართველი ადამიანების დიდი ჯგუფისა, რომელიც წაიყვანს გამარჯვებისკენ, მიზნისკენ, რაღაცა დიადის, დასახული მიზნის ასაღებად, მისცემს მათ გადასცემს შინაგან ცეცხლს, შინაგან ქარიზმას, ალბათ გინახიათ თუ არ წაგიკითხიათ ისტორიულ ფილმებში, ასე ვთქვათ, როგორ სიტყვებს ამბობს ხოლმე მხედართ მთავარი ბრძოლის და ომის წინ, როგორ ცეცხლს გადასცემს რიგით ჯარისკაცებს. აი ეს ენერგია აქვს მას და ალბათ უკვე პარალელებმა დაიწყეს თქვენს გონებაში, ვინც ახლა ამას ისმენს, სირფილი, სიარული და მოქმედება. რაც შეეხება მის, ასე ვთქვათ, ღმერთთან, ანგელოსთან, სამყაროსთან ურთიერთობის ენერგია, ეს არის ერთი ენერგია, პირველი ენერგია და ნახეთ, ესეც ლიდერულია. ორი ლიდერული ენერგია ხვდება ერთმანეთს და ჯერ კიდე ეს ყველაფერი არ არის და მელოდეთ და უყურეთ ვიდეოს ბოლომდე და წარმოიდგინეთ ახლა გაორმაგებული ლიდერული ენერგია, რომელსაც წყალობა მოსდის იმ შემთხვევაში, თუ იქნება ლიდერი. მას აქვს ყველაფრის შესაძლებლობა. 4-ვე სტიქია მუშაობს მასში, ამის ისჯერა და ამ სტიქიებს იყენებს სასარგებლოდ, ადამიანების სასარგებლოდ. მასში არის ცეცხლით, მასში არის წყალიც, მასში არის მიწაც, მასში არის ჰაერიც. მან იცის, რომ ყველაფერი შეუძლია. ყველაფერი გამოუვა და თუ ეს ასია, მაშინ ეს არის ღმერთთან ურთიერთობის ენერგია, ეს არის ის ენერგია, როდესაც შენ ამას ამუშავებ და მადლი მოდის შენთან სამყაროდან. ღმერთი გეხმარება შენ ყველაფერში. და მესამე მთავარი ენერგია, კი ბატონო, ესე ხედავს სამყარო ზელენსკის რო არის მეომარი, სულით მებრძოლი, მაგრამ ვინ არის სინამდვილეში? შიგნით ვინ იცნობს, ანუ ძალიან ახლობელი ადამიანები იცნობენ მას ასეც. შორიდან ვერ დაინახავ, მაგრამ ახლოს თუ გაიცნობ, აი ესეთი არის, მოდი ესე დავდოთ. აი ესეთი არის ზელენსკის შინაგანად. იმპერატრიცა, ესეც ლიდერი. ნახეთ, 3 ლიდერული ენერგია მთავარ მახასიათებელში. ვინ არის, როგორი ენერგია არის იმპერატრიცა, როგორი ენერგია არის სამიანი. ჯერ დავიწყოთ ეს, რომ არის ძალიან პრაგმატული ენერგია, არის ნაყოფიერების ენერგია, მიწის ენერგია არის და ეს ადამიანი თუ დადებითში ამუშავებს, არიან ხოლმე მიუხედავად იმისა, რომ არიან ლიდერები, განაწინ, შეიძლება გასცენ ბრძანება, მაგრამ ეს არის გათვალისწინებული, ყველა შესაძლებლობა, ყველაზე მდგომარეობა, ყველას ტყავშია შესული და იქიდან გამომდინარე შეიძლება გასცეს ბრძანება. ზუსტად იცის, ვინ რისი გაკეთებელია. არა მარტო ფიზიკურად სიტყვაზე, არამედ სულიერად, არამედ მენტალურად. ყველაზე ზრუნავს, ყველაზე ფიქრობს. აინტერესებს როგორ არის მისი სიტყვაზე თანამშრომელი, ხო, ხელქვეითი. არა მარტო ის აინტერესებს ამ ხელქვეითმა როგორ შეასრულა მისი ბრძანება, არამედ აინტერესებს როგორ არის მისი ჯანმრთელობა, როგორ არიან მისი ოჯახის წევრები, მისი მშობლები, მისი შვილები. ანუ აი ეს აქვს, ნახე,
ზრუნვა ყველაზე და ყველაფერზე და რასაც აკეთებს არის ძალიან მადლიანი, ნაყოფიერი და დალოცვილი, ისევე როგორც დედამიწა. აი ეს ენერგიები არის, რაც როგორიც არის ის დამახასიათებელი ძირითადი ცხადია, იმიტომ რომ სულ ვამბობ, რომ ამ ენერგიებზე შეიძლება საათობით ისაუბრო, ამოუწურავია. ეხლა ვნახოთ, როგორი აქვს მას ბავშვობის და მშობლების კარმა, რომელიც აქვს სარკისებული. ნახე, რას ქვია სარკისებული? აი, ხო ხედავ 7, 17, 10, 10, 17, 7. ეს არის წინა ცხოვრების ჯანმრთელობის კარმა, მაყურებლებო, ხოლო ეს არის მისი ურთიერთობა მშობლებთან. ნახე, ზუსტად ეს ერთი და იგივე არის, სარკისებულად ირეკლავს ერთმანეთს და მარტო ეს არა აქვს სარკისებული. ნახეთ, კაცების ეგრეგორიც იმეორებს ერთმანეთს და ქალების ეგრეგორიც იმეორებს ერთმანეთს. მოდი მივუბრუნდეთ ესე ამ ბავშვობის და წინა ცხოვრების ჯანმრთელობის კარმას. ნუ 7-იანი თქვით უკვე რაც იყო, როგორი ენერგიაც იყო ეს, რომ არის მებრძოლი და მეომარი ენერგია. შემდეგ ხედავთ 17 ენერგიას, აი ჩემო კარგებო, 17 ენერგია ვარსკვლავები და 10-იანი ენერგია. ესეც იღბლის ბორბალი. ნახეთ, მისთვის მშობლები იყვნენ ძალიან დიდი თავისუფლების მიმცემები, აქტიურები. ნახე, მას ჰქონდა აქტიური ბავშვობა, ბედნიერი, იღბლიანი ბავშვობა და ამისთვის ძალიან მადლობელი არის მშობლების სადმი ზელენსკი ჩანსეს და მშობლები კი მას აღიქვავდნენ ძალიან ნიჭიერად, ძალიან წარმატებულად და კეთილბიჭუნად. რაც შეეხება წინა ცხოვრების კარმას, ის ამუშავებს, ანუ არის ნამდვილად არის ხო, ხა მხედართ მთავარი არის საკმაოდ წარმატებული, პოპულარული და არის აქტიური და საერთოდ არ ეშინია ძალიან ესეთი შემართებით მიდის და მიდის წინ, რაც პირდაპირ კავშირში არის იმ შედეგებთან, რასაც იღებს ის. ეხლა მე მინდა ერთი საოცარი რაღაცა გაჩვენოთ. 10-იანი ეს არის იღბლის ბორბალი, ეს არის ფორტუნას ღმერთი და ეს არის ყველა ეგრეგორის წყალობა. აი ყველა ეგრეგორის უძველესი რელიგიებიდან და მითოლოგიიდან დაწყებული ქრისტიანულ ეგრეგორების ჩათვლით. ყველაფერი წყალობს მას და მე მინდა განახოთ 10-იანები, როცა ბევრი აქვს ადამიანს, ეს მიუთითებს, რომ იღბლიანია ეს ადამიანი და ნახეთ რამდენი 10 აქვს. აი დავითვალოთ 1, 2, 3, 4, 5, 6 10-იანი აქვს. ძალიან იღბლიანია ეს ადამიანი და მის აი ამ სწორად დამუშავებული ენერგიების წარმართვის შემთხვევაში ძალიან დიდი იღბალი მოვა ამ ადამიანზე და გამარჯვება აქვს გარანტირებული. ეხლა მე მინდა ვნახო კარმის შალტი, რაც ჩემმა მაყურებლებმა იციან, რაღაც შოკირებული ვიდეოები ჩავწერე წინა დღეებში. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს იმას, რომ წინა ცხოვრებაში ზელენსკი ფლობდა ძალიან დიდ მაგიურ შესაძლებლობებს. ეს ძალაა ჩემო ძვირფასებო. წინა ცხოვრებას გულისხმობ არა ზელენსკის წარსულს, არამედ მისი წინა რეინკარნაციულ ცხოვრებას. ანუ რაც მას არ ახსოვს ცხადია, ხო? ანუ ადამიანები რეინკარნაცია ვინც არ იცის, მისთვის ხსნე იბადებიან, გარდაიცვლებიან და მე მისი სული ისევ იბადება დედამიწაზე სამყაროში, სანამ არ გავა სანსარადან, ანუ აი ამ წრიული, ასე ვთქვათ, ბორბლიდან, ამ ბორბლიდან, იღბლის ბორბლიდან, რასაც ქვია დედამიწური დაბადება და ცხოვრება. ამ დიდ ძალაუფლებას, მაგიურ ძალაუფლებას ის იყენებდა თავისი შეხედულებებისამებრ. ჩვენ ვიცით, ხო, ადრე მორალი ცოტა სხვა სტანდარტზე იყო, ეხლა ცოტა სხვა სტანდარტზეა და ადრე, მოკლედ, ეს ადამიანი როგორც თვითონ თვლიდა საჭიროდ, სწორად ისე იყენებდა ამ დიდ ძალაუფლებას, რასაც ერქვა მაგია. ეს ძალა ცხადია მასში გადმოსული არის უკვე ტალანტების და ნიჭის სახით, რომელიც აი აქ 17-ში არის მოცემული.
რა უნდა გააკეთოს ამ ადამიანმა ეხლა რომ ეს კარმა დაამუშავოს სწორად და მართლად ეს არის ენდოს თავის ინტუიციას სიყვარული იყოს მისი ძალა და მისი მოქმედება და განჭვრიტოს წინასწარ აქვს ამის შესაძლებლობა ეს ზუსტად ეს არის რაც მოყვება მისი წინა რეინკარნაციიდან წინასწარ ვინც არავინ არ იცის ვერავინ ვერ ხვდება ვერავინ ვერ დაინახავს მაგრამ ის მიხვდება ის დაინახავს და ის ამოიცნობს ან ვინ არის ან რა მოხდება ან როგორ იქნება ან რა შედეგს დადებს და აი ამ 15 ენერგიის ძალით და წყალობით ებადება ამდენი ათიანები ამდენი იღბალი იმიტომ რომ მან ყველაფერი იცის ისეთი რამ რაც არავინ არ იცის რაც შეეხება აი ამ 5 ენერგიებს წინა ვიდეოებში რომ მოღალატე ადამიანებს ქონდათ მას ტალანტი აქვს და ქალების ეგრეგორში აქვს ანუ დედის მხრიდან ქალებში მამის მხრიდან ქალებში და რას აჩვენებს ეს რომ აი ზუსტად ამ წინა რეინკარნაციაში მიუხედავად იმისა რომ მაგიას თავისი შეხედულებებისამებრ აკეთებდა ძალიან კარგად იცოდა სისტემატიურობა ძალიან კარგად იცოდა სწავლა და ამ ცოდნის გაცემა ამ ცოდნის სწორად გადამუშავება სწორად გამოყენება ძალიან კარგად იცოდა ლიდერობა, ხო, ხედავთ და 4-ვე ენერგია ლიდერული აქვთ ჩემო ძვირფასებო. მე-4 ეს არის იმპერატორის ენერგია საერთოდ. მე მინდა ახლა ესენიც გაჩვენოთ ვიზუალურად, ნახეთ. აი ეს არის მე-5 ენერგია და ეს არის მე-4 ენერგია. ნახეთ ორივე როგორი ლიდერული ენერგიები არის და ორივე მეფეა, ხო, ორივე პრეზიდენტია. აი თავისი ნიჭი ტალანტი. აი, როდესაც ადამიანს ხედავ რომ პირდაპირ გამოკვეთილი აქვს ხო მისი ტალანტი და ნიჭი ეს იმას ნიშნავს უკვე ორი აზრი არ არის რომ ეს ადამიანი კარგად ამუშავებს თავის ბედის მატრიცას და გამოსულია თავისი მატრიციდან რას ნიშნავს ეს ნახეთ როდესაც მაგალითად მე გადავწყვიტე პიანინოზე სწავლა ჯერ პიანინო მაწვალებს მე მაწამებს მე სისხლს მიშრობს და ძალიან მირთულება ეს მაგრამ მე როდესაც პიანისტად ვიქცევი მე ვარ პიანინოზე მფლობელი მე ისე ვიყენებ ამ პიანინოს როგორც მინდა და ჩემ ჯგვალზე ვამღერებ და ვაკრევინებ ხო მე ვარ მისი მფლობელი ამ კლავიშების აი ამის თქმა მინდა უკვე ის თავის მატრიცას ირგებს ისე იყენებს როგორც მას უნდა უკვე მისთვის ძალაუფლება ამ მატრიცა და არა სასჯელი კარმა და რაღაცები დასამუშავებელი და აი ნახეთ მართლა როგორი ლიდერია და პირველიც გითხარით ხო აი ნახეთ 3 როგორი ჩარჩოს კამერაში. ნახეთ, აი როგორი ტალანტი აქვს ზელენსკის, 3 ასე ვთქვათ, მეფე, 3 ქურუმი, 3 მბრძანებელი, 3 პრეზიდენტი, გასამებული ეს ყველაფერი, ხო? 3 არ ვიცი, ძალაუფლების მქონე და აი ამ ტალანტს იყენებს ცხადია, ხო? ახლა პრეზიდენტია კაცი და ცხადია ჩანს, რომ ამ ტალანტს იყენებს და ანუ კარგად ამუშავებს ის კარმას, ჩემი შეფასება, რომ არ გამოჩნდეს სუბიექტური, მე ვიცი რომ არის ეს აქ საზოგადოებებისთვისაც უკრაინის გამარჯვება უბედურება არის და ზელენსკიზე ცუდად ფიქრობს, მაგრამ ფაქტია რომ ამუშავებს ტალანტს, ესე იგი ეს ადამიანი ამუშავებს თავის ბედის მატრიცას ზედმიწევნით. ქმედება, ანუ საქმიანობა და ქმედება არის ეს, რომ ტალანტი ამუშავოს, არის ის, რომ ნაყოფიერი იყოს და იზრუნოს თავის მიწაზე სამშობლოზე, აი ეს ინტუიცია გამოიყენოს სწორად, ხედავთ მთავარი 7 ენერგია, როგორც გითხარით, წარმატება, იღბალი, 20 ეს არის ფესვები, ჩემოკარგებო, ეს არის ეგრეგორი მისი მიწა, მისი სამშობლო, აკეთებს ამას და გაორმაგებული იღბალი. სიყვარული რომ მიიღოს და სიყვარული არ არის ეს მარტო პარტნიორული სიყვარული შეცვალოს საკუთარი და სხვების ბედის წერა კარგისკენ. ნახეთ რა საოცარი შემთხვევით თუ არაფერი არ ხდება აი ეს მისია აქვს პირდაპირ სიყვარულში რაც ისევ და ისევ ქალების ეგრეგორიდან მოდის მისი მშობლები, ანუ მამის მხრიდან ბებიები და დედის მხრიდან ბებიების ეგრეგორებიდან მოდის ეს ენერგია და ეს ჯილდო. და ნახე, სამყარო როგორ აჯილდოვებს, როგორ წყალობს მას. სხვა ენერგიებზე არ გადავალ, მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ მამის მხრიდან ეს არის კარმა და
ხედავთ რომ ამუშავებს კარმას, პირდაპირ მის პროფესიად არის ფესვების დამუშავება, სამშობლოს თემატიკა, მხედართ მთავრობით და ანუ ვარსკვლავურით რამდენი ქვეყნის პრეზიდენტია, რომელიც არ ვიცით, ხო, მაგრამ ზელენსკი იცის ყველა. და რამხელა იღბალი აქვს, გაორმაგებული იღბალი კი არა და დავთვალეთ 6 იღბალი, გაექვსმაგებული იღბალი ამ ადამიანს. მე მინდა წლევანდელი წლის პროგნოზი გაჩვენოთ, რა უჩანს წლევანდელ წელს პროგნოზში. ეს არის 17 ენერგია, ეს არის 20 ენერგია და ეს არის უკვე მე-7 ჯერ ბედის ბორბალი, ფორტუნას ღმერთის ენერგია. და რას მოასწავებს იქიდან გამომდინარე, რომ ეს ადამიანი როგორც ვთქვით არის 25 იანვარს დაბადებული, 25 იანვრიდან არის ამუშავებული ეს ენერგია მისთვის. უკვე ჩანს ეს ახლა რასაც ვიტყვი მე, ალბათ დამეთანხმებით. ძალიან მაინტერესებს კომენტარებიც, თქვენი შეფასებაც. ეს რას მოიტანს და რას ჩანს? მოიმატებს ზელენსკის ქარიზმა, პოპულარობა. ხო ფაქტია რომ ეს ესე მოხდა. წარმატება, ყველა მასზე ელაპარაკებს, ყველა იტყვის, რა მაგარი ბიჭია, რა ძლიერი ბიჭია, რა ქარიზმატული ბიჭია. ეს როგორ შეძლო? ხო? უნდა დაამუშავოს, რაც თქვი და რაც ასევე საქმიანობაში უზის, პროფესიაში, ფესვებზე, თავის წინაპრებზე. ქვეყანაზე სამშობლოზე მუშაობა და ამას აკეთებს პრეზიდენტია და რას მიიღებს შილდოს? იღბალს. დაველოდოთ, უსურვებ წარმატებას უკრაინის პრეზიდენტსაც და უკრაინელ ხალხსაც. გამარჯვება, გამარჯვება და გამარჯვება. აი გამარჯვების შემდეგ უკვე მშვიდობა და სიყვარული. თორე გამარჯვების გარეშე მშვიდობა, ეს არის მონობა, ეს არის უთავმოყვარეობა, ეს არის წუმპე, ეს არის უღირსებოდ ცხოვრება და ჩემთვის პირდაპირ ძალიან უხეშად ვიტყვი ახლა, მაგრამ პირდაპირ ასოცირდება გამარჯვების გარეშე მშვიდობა ბორდელის სახლთან, იმიტომ რომ იქ არის ძალიან მშვიდობა, ყველა კმაყოფილია, მაგრამ არ არის ღირსება. არ არის თავმოყვარეობა და არ არის მომავალი. გემშვიდობებით, დიდი სიყვარულით გამოიწერეთ არხი, ხოლო ვისაც სურთ ჩემთან კონსულტაციაზე დაკავშირება, გეტყვით ჩემ ნომერს, აქტიურია ვიბერზეც, WhatsApp-ზეც, ეს არის 592335507, ან მომწერეთ Facebook გვერდზე ქართული შრიფტით რეიქი მკურნალი. მომავალ ვიდეომდე გემშვიდობებით, გამარჯვების სურვილით უკრაინასაც და საქართველოსაც ნათია შაის სახელით. წარმატებები.